მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონები. ამ ფრაზას მიაწერენ იტალიის ბელადს და ტერმინ ფაშიზმის ავტორს ბენიტო მუსოლინის. არის ვერსია, რომ ის ესპანელ გენერალ სიმუსს და დიქტატორ ფრანჩესკო ფრანკოს ეკუთვნის. ვისიც არ უნდა იყოს, ის მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმში შეიძლება გაჩენილიყო და არა დემოკრატიულ სამყაროში. აქ ყველაფერი გასაგებია. კითხვის დასმაც არ არის საჭირო. ვინც ფაშისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ კანონებით სჯიდნენ. ვინც მუსოლინის ან ფრანკოს ხოტბას ასხავდა, ყველაფერს პატიობდნენ. გაუგებარია მხოლოდ როდიდან დაიკავა ფაშიზმის ადგილი ლიბერალიზმმა. კითხვები ახლა სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის ბელადების, იგივე ევროკრატების მიმართ ჩნდება. 2021 წელს გერმანიაში ორი გამორჩეული რამ მოხდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პირველად დანიშნეს ქალი. მინისტრი ანალენა ბერბოგი გახდა. და მეორე, კიდევ უფრო გამკაცრდა სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ადრე მიღებული კანონი. სიძულვილის ენის გამოყენება, სხვისი შეურაცხყოფა, სხვისი დამცირების მიზნით ტყუილების გავრცელება მკაცრი სანქციებით განისაზღვრა. კანონის დამრღვევი პირებისთვის დაწესდა ფინანსური ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუმცა ლიბერალებმა გადაწყვიტეს მეგობრებისთვის, ფსევდოლიბერალიზმის მიმდევრებისთვის დიდი გამონაკლისი დაეშვათ და არა აქვს მნიშვნელობა სად. დედამიწის რომელ წერტილში იმყოფებიან ეს მეგობრები. ბერბოკის უწყებამ მაგალითად რამდენიმე დღის უკან სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა. გერმანიის პირველმა დიპლომატმა საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული. თუმცა მისი ეს განცხადება მოსამართლეების საყურადღებოდ უფრო გავრცელდა, რადგანაც ჟურნალისტისთვის გერმანელმა მინისტრმა სასამართლო პროცესამდე ზუსტად 1 დღით ადრე მოიცალა. ასე რომ ამ გზავნილით ის საქმის მოსამართლეს გადაწყვეტილებას კარნახობდა. დაუმორჩილებლობა როგორ ისჯება უკვე ვნახეთ. სანქციები არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ გამოიყენეს. ასე რომ ქალბატონმა ბერბოკმა მოსამართლე თითქოს არჩევანის წინაშე დააყენა. ან გამოუშვებ ჟურნალისტს, ან სანქციებს მიიღებო. სწორედ ასე იკითხება ეს პოსტი. მაგრამ რისთვის დააკავეს მზია ამაღლობელი, რომელსაც თითქმის ყოველთვის მოიხსენიებენ როგორც ბათუმელების დამფუძნებელს. გამოცემას ლიბერალები აფინანსებენ. თავად გამოცემაც ლიბერალურ იდეოლოგიას ემსახურება. მერე რა თუ ამაღლობელმა საქართველოს კანონი დაარღვია. ბათუმში პოლიციის უფროსს სახეში სილა გააწნა. თანაც ეს არ ყოფილა აფექტური მდგომარეობა. კადრში დაძაბულობა იგრძნობა, თუმცა შეხლა-შემოხლა არ არის. პოლიციის უფროსი დგას და საუბრობს, შემდეგ შებრუნდება რომ წავიდეს. და აი აქ მზია ამაღლობელი მას მაჯაში ხელს კიდებს. თავისკენ შეაბრუნებს რომ სილა გააწნას. კითხვებიც კი არ ჩნდება, ამიტომაც მაშინვე დააკავეს. არადა სულ რამდენიმე წუთის გამოშვებული ყავდათ. პირველად აქციაზევე დააკავეს პოლიციელის ფორმაზე სტიკერის გაკვრისთვის, მაგრამ მაშინ ხელწერილი დაადებინეს და გაუშვეს. და აი 5 წუთის შემდეგ ის პოლიციის უფროს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ბერბოკის უწყება კი X-ზე წერს. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! ეს სიტყვა თავისუფლება ფსევდოლიბერალებისთვის თითქოს უკვე ფასვორდივით ჟღერს. ამაღლობელმაც ხომ თქვა თავისუფლებისთვის ვიბრძვიო. ბერბოკის ლოგიკით მათი გავლენის აგენტები არ შეიძლება დამნაშავეები იყვნენ. მათი დაპატიმრება, გასამართლება, დასჯა, დასანქცირება კატეგორიულად მიუღებელია. აი სხვებს კი ბერბოკი საკმაოდ ხშირად სჯის, თანაც მკაცრად. გერმანული კანონმდებლობა ევროკრატი ლიბერალების სრულ განკარგულებაშია. ფიზიკური შეხებისთვის კი არ სჯიან მხოლოდ, არამედ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, შეურაცხმყოფელი ეპითეტებისთვის, დამამცირებელი კონტექსტისთვის. ჯერ სტატისტიკა ვნახოთ. ეს დოკუმენტი ალტერნატივა გერმანიისთვის ფრაქციამ გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გამოითხოვა. მათ აინტერესებდათ, რამდენჯერ მოითხოვეს მთავრობის წევრებმა შეურაცხყოფისთვის სხვების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. ანალენა ბერბოკმა მაგალითად დანიშვნისთანავე 2021 წლის დეკემბერში 2 საჩივარი დაწერა. 2024 წლის იანვარში ამ რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. დაჯამებული მონაცემების მიხედვით ბერბოკის მიერ 2021 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში შეტანილი საჩივრების საერთო რაოდენობამ თითქმის 500 მიაღწია.
დიახ, სწორედ 500 ადამიანის წინააღმდეგ მოითხოვა მან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. არა, ხელი მისთვის არავის გაურტყავს. არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ქალბატონ მინისტრს არ მოეწონა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ უწოდა. სხვამ ტერორისტად მოიხსენია. ფსევდოლიბერალური თავმოყარეობა შეელახა და შეურაცხყოფისთვის მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოითხოვა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკიც ფსევდოლიბერალურ ღირსებას ასეთივე საჩივრების წერით იცავს. გერმანიის მთავრობის წევრებს შორის მან ყველაზე ბევრჯერ მოითხოვა შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მისი საჩივრების რაოდენობა ძალიან შთამბეჭდავია. მან 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში 700-ზე მეტი საჩივარი დაწერა. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო წერს. გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული დაახლოებით 1 წელიწადში 700-ზე მეტი სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა სიძულვილის ენისა და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით. მისი სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პოლიტიკოსები ხშირად ექვემდებარებიან სიძულვილს, შეურაცხყოფას და სიკვდილით მუქარასაც კი, რომელიც მასობრივად ვრცელდება განსაკუთრებით ონლაინ. მინისტრმა ჰაბეკმა გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს ეს და იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც კანონს არღვევენ. ახლა ვნახოთ რა ეწყინა ბატონ ჰაბეკს. სოცქსელების ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას იდიოტი უწოდა. ჰაბეკმა მაშინვე საჩივარი დაწერა და 2024 წლის 12 ნოემბერს, დილის 6 საათზე, ბავარიის შვაინფურტის პოლიციის 2 ოფიცერი 64 წლის მამაკაცს დაადგა თავზე. მისი სახლი და ავტომობილი გაჩხრიკა. ამ დროს სახლში იმყოფებოდა დაუნის სინდრომის მქონე გოგონაც. ამ მამაკაცის შვილი. მთელი მისი ბრალეულობა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული ჰაბეკის ფოტო იყო წარწერით იდიოტი. ამ ინციდენტის შესახებ გამოცემა ბრასელ სიგნალმაც დაწერა. სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცმა 2024 წლის ივნისში სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც რობერტ ჰაბეკი იყო გამოსახული წარწერით პროფესიონალი იდიოტი. ამ მემეში გამოყენებული იყო გერმანული გამოთქმა Schwachkopf პროფესიონალ, რომელიც მსგავსია ცნობილი შამპუნის ბრენდის Schwachkopf პროფესიონალის სახელთან. საჯარო პროკურორმა აღნიშნა საზოგადოებრივი ინტერესი სისხლის სამართლის დევნის დაწყებაში, რადგან აღნიშნული რიტვიტი ითვლებოდა როგორც შეურაცხყოფა პოლიტიკოსის მიმართ. ამასთან ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ხალხის წაქეზებას. შემთხვევა Deutsche Welle-ს ფურცლებზეც მოხდა. გამოცემა შეეცადა აეხსნა, რა შეიძლება წყენოდა მწვანეების ჰაბეკს. Deutsche Welle წერს, რომ დაკავებულ მამაკაცს ჯარიმა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მამაკაცმა გამოაქვეყნა ფოტო წარწერით, რომელიც ინგლისურად შეიძლება ითარგმნოს რამდენიმე გზით. ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ვარიანტია პროფესიონალი იდიოტი, გერმანული სიტყვით Schwachkopf, რაც პირდაპირ ითარგმნება როგორც სუსტი თავი. ასევე მამაკაცი როგორც ჩანს ცდილობდა მინიშნება გაეკეთებინა თმის მოვლის იმავე სახელწოდების მქონე კომპანიის Schwachkopf პროფესიონალის სარეკლამო კამპანიაზე. გამოცემის შეფასებით რობერტ ჰაბეკმა სხვა პოლიტიკოსების მსგავსად შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნორმები კარგად გამოიყენა. ბრასელ სიგნალი წერს, რომ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ცნობილ გერმანელ ჟურნალისტსაც კი უჩივლა და მისი დასჯა მოითხოვა. ჰაბეკმა შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი გერმანელი ჟურნალისტის რაიან მეიერის წინააღმდეგ, რომელმაც ტვიტერში დაწერა, რომ ჰაბეკის გარეგნობა არ გამოჩნდებოდა ნეგატიურად სადგურზე მყოფი ალკოჰოლიკების ჯგუფში. თავისი ორმაგი სტანდარტებითა და მიდგომებით, ფსევდოლიბერალები უკვე დაემსგავსნენ ფაშისტებს, რომლებიც ასევე იცავდნენ ფაშისტურ მოძრაობებს ყველგან. ისევე როგორც ბოლშევიკები იცავდნენ წითელ მოძრაობებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მათაც მიაჩნდათ, რომ კანონები დანარჩენებისთვის არსებობდა და მხოლოდ სხვებისთვის იყენებდნენ მას, თორემ მეგობრებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ.